მეგობრებო, ჩხიკვის პარტყს დედამ მოაკითხა. აბაზანის ფანჯარასთან მქონა ბადის წინ დასმული, ეს პატარა ჩხიკვის პარტყი იძახა და დედამისი მოვიდა. იმ წამსვე გამოვარდი აივანზე, აი მის მოაჯირზე დავსვი და დავიწყე დაკვირვება. ესე უბრალოდ ვერ გადავარდებოდა, როგორც ხედავთ წინა ჯოხზე მაგ დროს გადახტა და დაძახებას აგრძელებს. შემდეგ მეორე ჯოხზე გადმოჩნდა. აქედანაც აგრძელებს დაძახებას, ცალკე იქიდან დედამისი აკვირდება და ისიც ეძახის. უბრალოდ ჩემთან არ მოფრინდა ეთქობა, სიფრთხილის თემაში არ გაისკა. აქედან უკვე მოშორებით დენის სადენებზე გადაჯდა, სადაც დედამისთან უფრო ახლოს მივიდა. აი დააკვირდი დედამისიც უფრო ქვედა ტოტზე ჩამოვიდა. ნენელა მოკლედ ერთმანეთს უახლოვდებიან. თვითონ აქ გადაფრინდა და აქეთ დედა ჩხიკვია თუ მამა ჩხიკვია არ ვიცი, მაგრამ აი აქეთ ადის ტოტიდან ეძახის. Yes, მიფრინდა. არ ჩავარდეს თავარია, მივიდეს გადაჭდის კარგად ტოტზე. შეხვდა, აუ რა მაგარი. ახლა უკვე სადღაც აქეთ არიან, ნაძვის შუაში. დედა მიდის ჩხიკვთან, ეს შაშვია. დედა მიდის ჩხიკვთან და გადაყავს ესე ნენერა, ესეც მიყვება. აი დავისვენე რასაც ქვია. ესე გამიხარდა. როგორც თავიდან გითხარით, ბუნებაში გაშვებას ვაპირებდი, რადგან აქ მეშინო და კარგად არ იცოდა ფრენა და თან თავის შობურებით ვერ ვნახე. მაგრამ აი რო გავიგე ერთმანეთს როგორ ეძახდნენ, გულმა ვერ მომითმინა რა და გავუშვი და კარგიც გავაკეთე. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იქნება და გამიხარდა. ახლაც დედამისთან ერთად არის ის. აბაზანაში მყავდა შეყვანილი და აბაზანის ფანჯარა მქონდა ბოლომდე გადმოღებული. წინ ბადეა და ბადესთან იჯდა და იძახა და ეთყობა იმან გაიგო და მოვიდა. რა მაგარია.